სკოლა დავაარსეთ 38 წლის უკან 1987 წლის 1 სექტემბერს მივიღეთ პირველი ნაკადი სკოლაში. მის შემდეგ სკოლა მუშაობს შეუფერხებულ. ძალიან ძიმე მდგომარე წლებიც გამოვიარეთ, მაგრამ სკოლას ჩვენ არ გაგვიჩერებია მუშაობა. ხონის სამხატვრო სკოლის დირექტორი სკოლის დაარსების შესახებ გვიყვება და მის ისტორიას გვაცნობს. მრავალწლოვანი ტრადიციის მქონე სკოლაში ამ ეტაპზე 109 მოსწავლე სწავლობს ხატვას, ფერწერას, კომპოზიციას, თექაზე მუშაობას, კერამიკასა და ხელოვნების ისტორიას. ჩემი დანიშნულება და ჩემი პედაგოგების დანიშნულება და მიზანი ისაა, რომ აქედან წასულმა ბავშვმა, ვინც ნორმალურად იარა და ისწავლა და ჰქონდა რაღაც მიდრეკილები ხელოვნებაში, უნდა მიიღოს დადებითი ნიშანი ეროვნულ გამოცდებზე, ხატვაში, აკადემიაში ან სხვაგან არქიტექტურულზე. თუმცა მე ვარდება ხატვა ყველგან და ბევრი აბარებს, ძალიან ბევრი მოსწავლე უკვე აღარც კი მახსოვს რამდენია. ნუ ბევრმა ბავშვმა როგორც პროფესია ისე გაიხადა ეს საქმიანობა და მაყოფილებიც არიან. რეგიონში სამხატვრო სკოლის არსებობა ეს არც ფუფუნება კი არა, ძალიან საჭირო რაღაცა. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. აქ ის მნიშვნელობა, რომ ყველა მხატვარი კი არ გახდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იცის, რას ნიშნავს მოლბერტი, იცის, რას ნიშნავს სახატავი დაფა როგორია, გამოფენა როგორ უნდა მოეწყოს, გამოფენაზე ალბათ მე ისე დავამთავრე რა ქვია, საშუალო სკოლა, სანამ მოვეწყობოდი ბაღლებში, მანამდე არც ვიყავი, უყავი რაც გამოფენა მქონდა, ნახე და არც არაფერი იმ დროს. ახლა ამათ ეგენი პირდაპირ აკადემიაში მიდიან, ნახე და იმდენ განათლებას იღებენ, რომ პირდაპირ აბარებენ. და აქვთ ამ შესაძლებლობა. აი ეს მნიშვნელობა აქვს ამ სკოლას და რა ვიცი, გემოვნებას უხვეწავს, ცოტა აწნარებს კიდევაც ადამიანებს. იმისა და ხულინები მიიღენ, მე კაცები წერდნენ აქედან. ასეთი ხიბლი აქვს ამას აი ხელოვნება. დაინტერესება სულ იყო. იმ კატეგორიას, ვისაც უყვარს ეს ამბავი და ვისაც მიდრეკილებ, აქ დაინტერესება როგორია. თუ კაცი ნიჭი არ გაქვს ამის შესახებ, ამ მხატვრობაზე და აზრად ინტერესი გექნება. არაფერი დაინტერესება იყოს თუ რაც ეს სკოლა გაიხსნა, მის მერე არის თუ რამაც დაინტერესება. თქვათ რომ აი ახლა წინა წლებში უფრო ნაკლები იყო, თქვათ ახლა უფრო მეტი არა. იყო დაინტერესება და არის. უყვარს ხალხს ამ რაღაცეები, ხელოვნება უყვარს აქ. კერამიკული ღუმელი, სადაც ხდება გამოწვა, გამოძერწვა, კაშკობა, ხდება გამოწვა. ეს ახალი ღუმელი შევიძინეთ. აქ ღუმელი ჩადგმულია ახლა ისა და ხვალ გამოიწვება ამუშევრები. საბოლოო სახე ასეთი არის. ამით შეიძლება ის მოხატვა. ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად ბავშვები სწავლობენ კერამიკასა და თიხასთან მუშაობას. სულიკო ნარიმანიძე, რომელიც უკვე წლებია ბავშვებს ამ პროფესიის დაუფლებაში ეხმარება, გვიყვება თუ რამდენად საინტერესოა ახალგაზრდებთან მუშაობა და მათთვის ფანტაზიის პრაქტიკულ განვითარებაში დახმარება. რამდენი ბავშვისა იმდენი ნიჭია რა. იმდენი განსხვავებული ნიჭია, განსხვავებული. ხანდახან მიყვის რომ აი ახლა მე ვერ მოვიფიქრებდი ამას ისეთ რამეს მიაგნებს ბავშვი რა რაღაცა საინტერესოა. მე რა თქმა უნდა ვუწყობ ხოლმე და არასდროს არ ნახავ მე რომ ბავშვობა ეს გააკეთე და ეს ასე და არა. როცა ზარი ირეკება რომ მუშაობენ ბავშვები მე ხო ხედავ რა დროს ბავშვობა ზარი დაირეკა დაიშონეთ არავინ არ დგება ზემოთ. რადგან ვიცი აი ეს აზროვნება არ უნდა რომ გაწყდეს. რო ადგეს წავიდეს ირბინოს მოვა შეიძლება ვერ გააგზავნოს. იმიტომ რომ გაწყდა უკვე ეს აზროვნება რა. არც ვაძალე მეგენას რა ადექით რატო. მე ხო ვიცი რაც არის მხატვრობა და სახელოვნება. ზის და მუშაობს. აი ზოგს უნდა მაგრამ ვერ ერგება. ეს ბუნებრივი მოვლენა მან და მაინც ნიჭი უნდა ქონდეს მხატვრობის, იმათ მუსიკის ნიჭია, ხო? ხო და უნდა მაგრამ ვერ ერგება. არა ახლა ესეთ რაღაც ნიჭი უნდა მოყვე შენ აქ და მე ჩვენ ვარ ვითარებთ მაგას. რაღაც ნიჭით უნდა შემოხვიდი აქ. აი გინდოდეს ხატვა და გინდოდეს ზალით. ხატრობა არ არსებობს. ძალიან კარგი ბავშვები ყავს, ყავდა კიდეც გავიდნენ აკადემიაში წავიდე,
ჩააბარეს, განათლება მიიღეს. ასე რომ ეს სკოლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ძალიან დიდ საქმეს. კარგი საქმეს აკეთებს ჩვენი სკოლა. ნამდვილად კარგი საქმე. ხონის სამხატვრო სკოლა უმნიშვნელოვანეს დანიშნულებას ასრულებს იმ ახალგაზრდებისათვის, ვისაც სურთ ხელოვნებას დაეუფლონ და განავითარონ ის შემოქმედებითი ნიჭი, რომლითაც ბუნებამ დააჯილდოვა. მე ვარ მარია მამალაშვილი და ხატვა ძალიან მომეწონა. იმიტომ მიყვარს რომ ძალიან კარგად გამომდის. მაგრამ როცა თავიდან მოვედი, რაღაც ადგილები არ იყო და ძალიან განვიცადე. ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც ხედავ, ძალიან ბევრი ბავშვი სწავლობს აქ და ძალიან ბევრს კარგადაც გამოსდის ეს. რომ ბევრი ახალი თაობა რომ მოდის, საჭიროა ეს და უნდა განვითარდეს იმ აზრით. სამხატვრო სკოლის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე სამომავლოდ რეგიონში ახალგაზრდებისათვის უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს სამხატვრო აკადემიის არსებობას, რაც ახალგაზრდა თაობას თავისავე რეგიონში განვითარების შესაძლებლობას მისცემს და რეგიონს კიდევ ერთ კულტურულ ჰაბს შემატებს. რა თქმა უნდა, რეგიონში გაზრდა კიდევაც და თვითონ რაღაცნაირი კულტურა შემოიტანდა. ის ცალკე უმაღლესი სასწავლებელი, სამხატვრო უმაღლესი სასწავლებელი ძალიან დიდი კულტურას ნიშნავს.